რა არის თბოიზოლაციის სიმკვრივე და რატომ არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კედლებისთვის? ბევრს გონია, რომ თბოიზოლაცია უბრალოდ თბილი მასალაა, მაგრამ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის სიმკვრივე. სიმკვრივე ნიშნავს, რამდენი კილოგრამი მასალაა 1 კუბ მეტრში. მარტივად რომ ვთქვათ, რამდენად მყარია, გამძლეა და სტაბილურია თბოიზოლაცია. აქ ხდება ყველაზე დიდი შეცდომა. კედელზე ხშირად აყენებენ დაბალი სიმკვრივის თბოიზოლაციას და შედეგი რა არის? მასალა დროთა განმავლობაში ჯდება. ჩდება ცივი ხიდები. თბოიზოლაცია კარგავს ეფექტს, კედელში ჩდება ტენი და ნესტი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. კედლისთვის ყველა თბოიზოლაცია არ არის შესაფერისი, თუნდაც ის თბილი იყოს. მაგალითად, რაც შეეხება EPS, ანუ პენოპლასტს. კედლებისთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 15-20 კილოგრამი კუბურ მეტრზე. დაბალი სიმკვრივე მხოლოდ შეფუთვის და დროებითი კონსტრუქციებისთვის არის გამოსაყენებელი. რაც შეეხება XPS, სიმკვრივე, ჩვეულებრივი სიმკვრივე 28-35 კილოგრამი ძალიან გამძლეა, მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მონოლითურ ნაწილებში. მინერალური ბამბა კედლებისთვის საჭიროა მინიმუმ 120-145 კილო კუბურ მეტრზე და ეს იქნება იდეალური მასალა თქვენი კედლების შესაფუდად. დასკვნა ძალიან მარტივია. არასწორად შერჩეული სიმკვრივე ფულის დაკარგვა და პრობლემებია სახლში. თუ გინდათ თბილი, მშრალი და გრძელვადიანი სახლი, თბოიზოლაციის სიმკვრივე უნდა შევარჩიოთ კონკრეტულად კედლის ტიპის მიხედვით და არა ფასით ან მაღაზიაში მიცემული რჩევით. რაც შეეხება თქვენი სახლის მშენებლობას, დამიკავშირდით, გამომიგზავნეთ თქვენი PDF ფაილი პროექტის და დაგითვლით ხარჯაღრიცხვას.